გამარჯობა, მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაყურებლებს. დღეს კვირაა და როგორც ხართ და როგორც შეგაჩვიეთ, რასაკვირველია თქვენთვის ეთერში მუშაობას იწყებს ლაშა-დვალიშვილი გადაცემა ჩემპიონებით განვლილი კვირა. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ შემოგთავაზეთ თემურ კეცბაიასთან და თავისთავად ცხადია არანაკლებ საინტერესო რესპონდენტი, საინტერესო ინტერვიუს თანხლებით გვეყოლება დღევანდელ გადაცემაში. თუმცა შესავალში აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე. ჩვენ ფეხბურთში ყავს კვარაცხელია, კალათბურთში ყავს შენგელია, ძიუდოში ყავს ბექაური. მოკლედ სპორტის თითქმის ყველა სახეობაში ყავს გამორჩეული სპორტსმენები, თითით საჩვენებელი სპორტსმენები. ამ მხრივ გამონაკლისი არ არის ხელბურთი. დღეს ჩვენს ნაკრებში არის ადამიანი, არ შემეშინდება ამის თქმა და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე ვთვლი, რომ არის გამორჩეული ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრების გიორგი ცხოვრებაძე. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გიორგი, მოგესალმები, მადლობა რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მინდოდა შენი მოწვევა სტუდიაში, იმიტომ რომ პირველ რიგში ხარ საინტერესო პიროვნება და მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა გაცილებით უფრო მეტი იცოდეს შენზე. ამიტომ მოდი დავიწყებ სუთავიდან და პირველი კითხვა იქნება ძალიან მარტივი. როგორ დაიწყო შენი და ხელბურთის ურთიერთობა? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მიესალმები მაყურებელს. მე დავიწყე ხელბურთი დაახლოებით ვიყავი 6-7 წლის და ეს იყო 171 სკოლაში. მან ასე ვთქვათ ფიზკულტურის გაკვეთილები ჰქონდა და ჰქონდა კალათბურთი, სადაც მარიკა დოწერნიძე იყო ჩვენი ასე ვთქვათ მასწავლებელი და მან მისმა ქმარმა ტიტე კალანდაძემ, ჩემმა მწვრთნელმა ასე ვთქვათ, ყოფილ მწვრთნელმა უკვე ასე ვთქვათ აღმომაჩინა და უბრალოდ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემს შვილებს დაელაპარაკა, რომ საერთოდ არ ვიცოდი მაშინ ხელბურთი რა იყო. და ჩემს შვილებთან გასაუბრების შემდეგ წავედი ხელბურთზე. და დაახლოებით, მაქედანაც დავიწყე ხელბურთის თამაში. ფაქტიურად ტიტეს დიდი, ასე ვთქვათ, დიდი დამსახურება არის, რომ ხელბურთზე საერთოდ დავრჩი. და დაახლოებით 171 სკოლიდან პატარა დარბაზში თამაშობდით და ვარჯიშობდით. მაქედან წამოვედი, ასე ვთქვათ, ამ ხელოსცენას, სადაც ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ ამ ეტაპზე ზაგრებში, ხორვატიაში. ასე მარტივად შეიძლება კალათბურთს, რაზეც დადიოდი და უბრალოდ გადახვედი ხელბურთზე და მაინტერესებს პირველი ვარჯიში ხელბურთის და რა მოგხიბლა ხელბურთში. სხვა შორის ესე მარტივად შევლე ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ყოველთვის, როცა მქონდა ხოლმე ხელბურთის ვარჯიშები, თქვათ, მე ბრუნდებოდი ხოლმე სახლში, ყოველთვის ჩემთან ეზოში, ხან კალათბურთს, ხან ფეხბურთს, ხან რაგბის, ყველანაირ სპორტს თამაშობდი, ასე ვთქვათ, უბრალოდ ეზოში მეგობრებთან ერთად, სპორტი ძალიან მხიბლავს და ყოველთვის ყველანაირი განხრით ძალიან მომწონდა ყველანაირი სპორტი, ასე ვთქვათ. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ჩემს პირველ ვარჯიშს, საკმაოდ დიდი კურიოზი მოხდა. თამაშობდით ესე ვთქვათ გასტრობანას, მაშინ დაბატერები ვიყავით და ყოველთვის მინდოდა რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა და პირველი ვარჯიშზე ვთქვათ, სახით დავეტაკე კედელს. ვერ დაამოხრუჭა. ხო, უბრალოდ ძალიან სრულად გამარჯვება ბავშვობიდანვე და შეიძლება მაგ პატარა კურიოზი დამემართას პირველ ვარჯიშზე, საკმაოდ სასაცილო არის ჩემი აზრით. და უკვე მაქედან ასე ვთქვათ, მარტივად ვერ შეველე კალათბურთს, ყოველთვის მქონდა ასე ვთქვათ მე მომენტები, რომ მინდოდა რაღაც გადავსულიყავი ისევ კალათბურთზე, იმიტომ რომ ძალიან მხიბლობდა ყოველთვის, ასევე ფეხბურთი ძალიან მხიბლობდა. ფაქტობრივად ყველა სპორტს თამაშობდი ეზოში, რაც შეიძლებოდა რომ გვეთამაშა რაგბი, ხანდახან ამერიკული ფეხბურთით, ასე ვთქვათ, რაღაცები და ყოველთვის ძალიან ტენისი ძალიან მომწონს. მაგრამ ძალიან სპორტული ბავშვი ვიყავი, ასე ვთქვათ, ბავშვობიდანვე, მაგრამ ხელბურთზე უბრალოდ რავი ნენელა შემიყვარდა ეს სპორტი, მით უმეტეს მე რომ წავედი 15-16 წლიდან წავედი უკვე პირველად, ასე ვთქვათ, საფრანგეთის კლუბ მონპელიეში და აქ უკვე ვნახე მართლა რა გრანდიოზული სპორტია და რამდენად მაღალ დონეზე არის ევროპაში და უკვე იქიდან ძალიან შემიყვარდა მართლა ეს სპორტი. შეგიძლია გაიხსენო ის მომენტი, როდესაც აი შენ თქვი, რომ დავამთავრე, მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და ხელბურთი არის ის, რითიც უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ჩემს თავიდან მე რომ დავიწყე ხელბურთის თამაში, უკვე 10-11 წლის ასაკში უფრო წამოვიზარდე და მე მეც ხედავდი ხო რომ ასულ გამომდიოდა სპორტი, ასე ვთქვათ, ეს სპორტი და ძალიან მომწონა და კარგი ვიყავი ამ სპორტში. აი ჩემს აქედან მე ვუთხარი მახსოვს ჩემს მშობლებს რომ მინდა რომ ეს ვთქვათ ჩემი მიზანია რომ ევროპაში ვითამაშო ერთ-ერთ გრად გუნდში და მინდა რომ წარმატებას მივაღწიო რა. როგორ მიიღეს ეს? სიმართლე გითხრა ესე არ ვიცი როგორ მიიღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გაუჭირდებოდათ, მაგრამ ჩემი აზრით ყველა მშობელს უნდა რომ თავის შვილი წარმატებული იყოს და რაღაც ნაბიჯების ალბათ თავიანთი ძართული იყო, მაგრამ მაინც ეს ვთქვათ გამოვიდა და გამიშვეს ევროპაში ძალიან ადრეულ ასაკში, დაახლოებით 15 წლის ვიყავი რომ ჩავედი საფრანგეთში, ასე რომ
და ეს საფრანგეთში წასვლა მოხდა, ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდულში, ესე ვთქვათ. და მან გავხდი ეს ვთქვათ ბომბარდირი, ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და ჩემი პოზიცია გარემარბი. ეს რა ასაკი იყო გიო? აქ ვიყავი დაახლოებით 15 წლის მგონი, იმიტომ რომ 15 წლის უკვე სანამ 16 წლის გავხდებოდი, მაშინ წავედი უკვე საფრანგეთის კლუბ მონპელიეში. ვისაც ასე ვთქვათ არ იცის წარმოეხსენება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი არის, რომელსაც ბევრჯერ აქვს მოგებული საფრანგეთის კარიერიდან გამომდინარე ლიგა და ასევე ჩემპიონთა ლიგა და უბრალოდ ძალიან დიდი სკოლა გავიარე მან, ასე ვთქვათ. კარგი, მონპელიეში გატარებულ პერიოდზე აუცილებლად კითხავ, თუმცა შენი ასაკიდან გამომდინარე ყოველთვის ძალიან საინტერესოა. მე მყოლია სტუმრად ფეხბურთელები, კალათბურთელები, ასაკურველი სპორტსმენები, რომლებიც ძალიან ადრეულ ასაკში დაუტოვებიათ ქვეყანა და წასვლან და საკმაოდ წარმატებულები განხტარა. ნახან შენ მშობლებზე გააკეთე აქცენტი, აუცილებლად უნდა კითხო, იმიტომ რომ მშობლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სპორტსმენის კარიერის განვითარებაში და რასაკვირველია წარმატებაში. მათ გარეშე და მათი გვერდში დგომის გარეშე წარმოუდგენელია რამის მიღწევა. მე მაინტერესებს შენ შემთხვევაში როგორ იყო ეს ყველაფერი და რამდენად დიდი წვლილი მიუძღვით მათ იმაში, რომ გიორგი ცხოვრებაზე დღეს არის გიორგი ცხოვრებაზე. ჩემი აზრით ეს არა მხოლოდ სპორტში, არამედ როგორც კაცი და ადამიანობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით, რადგან მე მართლა ძალიან გამიმართლა და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან როცა ოჯახი ესე გვერდში გიდგას, ბავშვობიდან ესე იყო, ძალიან პატარა ვიყავ მაშინაც. ჩემი აზრით ერთ-ერთი სტიმულიც არის ბავშვისთვის და ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წინ მიდიხარ ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ესე რომ მშობლები გვერდში გიდგანან, ჩემი აზრით ვისაც გამოცდილი აქვს იმ სპორტსმენებს ჩემი აზრით მიხვდებიან ძალიან კარგად. არ მარტო სპორტში, ალბათ ჩემი აზრით ყველანაირ საქმიანობაში რომ შენი ოჯახი და მშობლები მით უმეტეს გვერდში გიდგანან, ბევრად მარტივია რაღაცების გადალახვა. ასე ვთქვათ, ძალიან ჩემი აზრით ძალიან რთული იყო თავიდან რომ ჩავედი საფრანგეთში პერიოდი, რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ იცი რა არ იყო რთული მარტივად გადავიტანე, მაინც თავისი სირთულეები ქონდა და მით უმეტეს თან საერთოდ არ ვიცოდი ფრანგული ენა, იქ ვისწავლე ასე ვთქვათ ენა და ანუ ერთი სიტყვაც რომ არ იცი წესიერად ძალიან რთული იყო, მაგრამ ყოველთვის ქონდა ხოლმე საუბრები მამა ჩემთან და ჩემთან და ოჯახის წევრებთან და ყოველთვის დისტიმულს მაძლევდნენ რომ გამეგზელებინა და არ გავჩერებულიყავი. ქონდა თუ არა რაღაც ფსიქოლოგიური მომენტები, რაც რისი გადალახვაც და რა ბარიერების გადალახვაც მოგიწია? რა თქმა უნდა, ჩემი აზრით იყო ფსიქოლოგიური მომენტები, მაგრამ ცოტა გასაკვირად რაც არ უნდა იყოს, კარიერის აი ამ მომენტში დაახლოებით 1, 2, 3 წლის წინ უფრო მეტად მქონდა ფსიქოლოგიური მომენტები, ვიდრე ბავშვობაში. რადგან მოკლედ ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, რთული იყო, შეგუება გჭირდება, სხვადასხვა გარემოა, საერთოდ სხვა ხალხი არის, ასე ვთქვათ. თან ყოფილა ბევრჯერ, რომ ანუ ცოტა შურის მომენტი იყო, ჩემს იმიტომ რომ ჩავედი უკვე პატარა ასაკშივე მქონდა, ასე ვთქვათ, თავალმა პრეზიდენტმა შემოთავაზა უკვე პროფესიონალური კონტრაქტი, რაც ხელბურთში ძალიან საერთოდ გასაკვირი არის, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს და ფრანგებიც განსხვავებული ხალხი არიან და ქართველს, რომელიც საერთოდ ხვდები არავინ არ იცოდა საერთოდ ვიღაც ჩამოვიდა. ევროპაშიც კი ევროპელებისგან განსხვავებული ადამიანები. და ცოტათი გასაკვირი იყო, რომ უკვე ახალგაზრდულთან მავარჯიშებდნენ და ამ თამაშობდი ხომ ახალგაზრდულთან, ყოველთვის ანუ ორივე გუნდთან ერთად ვიყავი, ახალგაზრდულთანაც და ასევე დიდებთანაც. და ძირითადად სულ რაღაც მამზადებდნენ, რომ მეთამაშა პირველ გუნდში. და ჩემი აზრით რაღაც მხრივ იყო გამოწვეული ახალგაზრდებში ეს ალბათ შევა შურის მომენტი, არ ვიცი, იმიტომ რომ ფაქტიურად ახალგაზრდულშიც ბომბარდირი გავხდი იქ თამაშებში და ყოველთვის უკვე პირველ გუნდში ვარჯიშობდი, თამაშობდი და ყოველთვის ესე ვთქვათ მიღებული ვიყავ პირველ გუნდში. და იყო ბევრი სირთულეები იმ მხრივ, იმიტომ რომ რაღაც მხრივ ანუ თან ხოლმე ერთ-ერთი ქართველი ვიყავი იქ და ხელბურთში მით უმეტეს და ცოტა გუნდმა ისე მიიღო თავიდან, რომ მქონდა ერთხელ მომენტი, რომ ყველა დავიბარე აბსოლუტურად პატარაობაში. და ისეთი მქონდა რომ მე აქ ჩამოვედი, იმიტომ რომ გავხდე უკეთესი და წარმატებას მივაღწია და სხვა რაღაცებიც არ მაინტერესებდა. თქვენი ადგილის დაკავებას არ ვაპირებ. ანუ აქ მე იმიტომ ვარ, რომ მე როგორც ადამიანი და სპორტსმენი გავიზარდო და მივაღწიო წარმატებას და გავხდე პირველი გუნდის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული წევრი. ეს ერთ-ერთი ყველაფერი ჩემი აზრით სპორტში ძალიან კაია, რომ გაქვს რაღაც მიზნები, გაქვს რაღაცები, მაგრამ ჩემი აზრით უნდა მიყვე, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა ნაბიჯებით, რომ ჩემი აზრით დიდი წარმატებას მიღწევა ხდება პატარ-პატარა ნაბიჯებით, ასე რომ აქედან დაიწყო ეს ყველაფერი და თქო რთული. მაქსაუბრის მერე დამოკიდებულება შეიცვალა მათი მხრიდან თუ მაინც იყო? თავიდან რა თქმა უნდა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცას რომ ისაუბრებ ადამიანი თამით უმეტეს ესეთ საზოგადოებაში ყოველთვის ევროპელებს აქვთ, არა მარტო ევროპელებს, ალბათ შემოწით ყველა ჩამოყალიბებულ ადამიანს შეიძლება რაღაცები ისაუბრო, მაგრამ რა თქმა უნდა დაამტკიცო ეს საუბარი შენი საქციელით. ჩემაც რაღაც პერიოდის მერე მიხვდნენ რომ ანუ რაც ვილაპარაკე ნამდვილად ესე იყო და მე ძალიან მარტივად პირიქით ეხაც მე მეგობრებიან და ეხაც მწერენ და მილოცავენ წარმატებას. აქედან წასულს ფრანგულ ხელბურთში მოხვედრილს ქონდა თუ არა პრობლემა ფიზიკურ დატვირთვებთან დაკავშირებით და ხო არ ქონია ის მომენტი რომ უბრალოდ არ შემილია ამდენი ზატანა, იმიტომ რომ მე ვიცი ფეხბურთელები
რომლებიც გამოქცევაზე იყვნენ თავიანთი კლუბებიდან პირველ ეტაპზე, რა საკვირველია. სიმართლე გითხრათ, რომ წავედი უკვე იქ ისე ვიყავი, რომ ანუ რაღაც ეტაპს რომ მივაღწია წარმატებაში, საერთოდ არ მქონია, ანუ ცხოვრებაში არ მქონია ის მომენტი, რომ რაღაცაზე უკან დამეხია, ასე რომ გავცე რაღაც მე არ მქონია, მაგრამ რა თქმა უნდა იყო მომენტები, რომ ძალიან ბევრი ვარჯიში იყო, თან ასევე რომ ვარჯიშობდი ახალგაზრდულ გუნდში, ვარჯიშობდი ასევე დიდებთან და მე ორ მაგათ მიწევდა დატვირთვა, მაგრამ რაღაც მხრივ უბრალოდ სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ ხედავდი რომ ნელ-ნელა, ვთქვათ, მე როგორც მოთამაშე ვითარდებოდი. ასე რომ თუ ხედავ შეს, ვთქვათ, პერსპექტიულობას და ხედავ შეს განვითარებას, ჩემი აზრით, ბევრად მარტივია რომ წინ წახვიდე და ანუ არ გაჩერდე ამის ქვაბი და რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი აზრით აი ასევე თქო ძალიან ოჯახის დამსახურებაც არის ძალიან დიდი, რომ ამ თქო არ დავნებდი და გავაგრძელე. მაგრამ ჩემშიც იყო ყოველთვის რომ მე რაღაც სურვილი რომ მაქვს, ყოველთვის შეიძლება დიდი რაღაც ეტაპი დამჭირდეს, ან დრო დამჭირდეს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ მაქსიმალურად რაც მინდა ის მქონდეს ეს თქო. მინდა გაგახსენებინო პირველი გამოძახება ასაკობრივში, რამდენად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იყო შენთვის, შენი კარიერის წინსვლისთვის და რა საკვირველია ოჯახისთვისაც თავისთავად ცხადია, რომ როდესაც მათი შვილი ყველა ასაკობრივ ნაკრებს წარმოადგენს, ეს უკვე მრავლის თქმელია გამომდინარე იქიდან, რომ ადრე თუ გვიან იგი იქნება ეროვნული გუნდის წევრი. ძალიან დიდი როლი აქვს იმას საქართველოს ნაკრებს, რომ მე ახალგაზრდობაში უკვე თავი გამოვიჩინე, ასე ვთქვათ, ევროპულ სტადიონზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატები რო ვითამაშეთ, ფაქტიურად მაქედან გამოჩნდა, რომ მე შემეძლო წავსულიყავი საფრანგეთის კლუბში, ასე ვთქვათ. ასე რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოს ნაკრებს. ეხლაც, ასე ვთქვათ, თუ უკეთესი კონტრაქტი გინდა რომ გქონდეს ნებისმიერ კლუბში, ევროპაში, შენ თუ გაქვს წარმატება, შეიძლება მხოლოდ ვთქვათ, ევროპაზე ასპარეზობდე, მსოფლიოზე, ოლიმპიადაზე, მხოლოდ ასპარეზობით, შენ, ასე ვთქვათ, შენი ფასი უფრო იზრდება. ასე რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს, როგორ ითამაშებ ნაკრებში, ვთქვათ, შენ კლუბში ასევე დამოკიდებულებაზეც, იმიტომ რომ შენ რომ ევროპაზე ან მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე თავს კარგად წარმოაჩენ, აი დედასპიცა ვარ მართლა ისე მარტივად შეიცვალა ჩემთვის მარტ დამოკიდებულება, როცა 2024-ში ევროპის ჩემპიონატი ვითამაშე, რომ ჩავედი გერმანიაში უკან, ასევე ეხაც რომ ვითამაშე ევროპის ჩემპიონატი და ჩავედი ხორვატიაში უკან, თითქოს რადიკალურად სხვადასხვა ხალხი შემხვდა უკან, ასე ვთქვათ, ასე რომ ეს არის სამწუხაროდ უმაღლესი დონის სპორტს რომ თამაშობ, ანუ პატივისცემა და დამოკიდებულება შეიცვალა. ასევე სათამაშო დროც გაიზარდა და მსგავსი ყველაფერი, ასე რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ნაკრებში რომ თამაშობ და ჩემს და ამას ევროპელები ძალიან კარგად ხვდებიან და ამის გამო იმსახურებ პატივისცემას, მათ პატივისცემას. შენ გახსოვს დღე, როდესაც პირველად შეხვედი, პირველად გამოგიძახეს ეროვნულ ნაკრებში და პირველი შესვლა გასახდელში ეროვნულ ნაკრებში. დიახ, მახსოვს, რა თქმა უნდა. ყოველთვის რაღაც აი ისეთი ის მაქვს ხოლმე მაგ დროს ეხა გამახსენა შეგრძნებები, რომ ძალიან რაღაც ვერ ხვდებოდი ანუ თავიდან რა, ანუ ძალიან გამიხარ და თან დაძაბული ხარ. მაინც მაშინ ბავშვი ვიყავი ფაქტიურად, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში დიდი პატივია საქართველოს მაისურით რომ უკვე იცი რომ იქ ხარ და ასე რომ ეს მართლა ძალიან დიდი შეგიძლია ესეთი რაღაც აი რთულია რომ ახსნას თქვათ თუ არ გამოცადე ძალიან რთულია რომ ესე გადმოცე ადამიანებს რაც გქონდა მაგ მომენტში. საკლუბო კარიერის განვითარება. როგორ გაგრძელდა მონპელიეს შემდეგ და მინდა აქვე კითხო. ყოფილა ისეთი მომენტი, აი შენ თვითონ გიფიქრია, ვთქვათ, მშობლებთან ერთად დამჟარხარ, გაგირჩევია რაღაცა და გითქვამს, რომ ეს ნაბიჯი ჩვენ არ უნდა გადაგვიდგა, რომ იყო შეცდომა. ჩემი აზრით არა მარტო მე, არამედ დარწმუნებული ვარ დიდ სპორტსმენებსაც, ბევრს, ვისაც მსგავსი როცა გაუვლია, ყველას ქონია მსგავსი მომენტი, ვინც იტყვის რომ არ ქონია, ჩემს იტყუება, იმიტომ რომ ყველა დიდ სპორტსმენს ქონია და ყოველთვის არის, სანამ რაღაც ეტაპზე მიხვალ, ყოველთვის გაქვს ახლა ყველა ადამიანები ვარ და გვაქვს ხოლმე რაღაცეებზე ან შეიძლება უფრო რთული იყოს, შეიძლება ეს არ უნდა მექნა მკვეთრად, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით თავარი არის მაგ მომენტში ვფიქრობ რომ უბრალოდ შეიძლება ჩემი აზრით ყველაზე მთავარი არის ამ ეტაპზე ოჯახი, ან ის ადამიანი, ვინც გვერდით დაგიდგება. რაღაცებს ჩვენ ადამიანებს შეგვიძლიათ რომ მარტო გადავლახოთ, ესე ვთქვათ, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც მომენტში აუცილებელი არის ან ოჯახის, ან მეგობრის, ან ნებისმიერი ადამიანის დახმარება რაღაც მხრივ, იმიტომ რომ რაღაცაები რთულია რომ მარტივად გადახარშო, ესე ვთქვათ. ასე რომ კი, მქონია მსგავსი მომენტები, მაგრამ ყოველთვის ის მქონდა რომ მე რა თქმა უნდა რომ ევროპაში წასული ვარ, ასევე მე ვასახელებ როგორც ჩემ ოჯახს, ასევე საქართველოს და საქართველოს ნაკრებს, ასე რომ ამას ძალიან მხოლოდ ამას დიდი სტიმული მიუცია ჩემთვის. ასევე მე მყავს პატარა და რომელიც ისე ვთქვათ, მე ვთვლი რომ როლ მოდელი უნდა ვიყო და ყოველთვის ისე უნდა მოვიქცე რომ ჩემი და თქვა ჩემი ოჯახი ამაყობდეს. კი ბატონო, გიო, ყველაზე დიდი იმედგაცრუება სპორტული კარიერის თვალსაზრისით თუ ქონია ასეთი? პირველი დიდი იმედგაცრუება ის იყო რომ როდესაც მე ვთამაშობდი
როდესაც ევროპაზე გავიდოდით, მაშინ ვიყავი საფრანგეთში და უბრალოდ მწვრთნელი არ მაძლევდა ბევრი თამაშის დროს უფლებას. რაც არ უნდა მე კარგად მეთამაშა ევროპაზე, თვითონ კლუბში, პატარა დროს რაც არ უნდა მოიცა, მაინც კარგად თამაშობდი ხოლმე. რა თქმა უნდა, აქ იყო საფრანგეთში დიდი კლუბი არის და უფრო ფრანგი, ვთქვათ, ნაკრების მოთამაშეები იყვნენ და მესმის რაღაცები რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში იმედგაცრუება ეს იყო, რაც არ უნდა კარგად მეთამაშა, მაქსიმალურად დავხარჯული იყავი, კარგად მევარჯიშა, მაინც უბრალოდ დრო არ მეძლეოდა საერთოდ და ვთქვათ, მე ვიცოდი რაღაც რომ შემიძლია თავს რო ვერ ვაჩენ, ძალიან სამწუხარო არის და ბევრი სპორტსმენი და უსამართლო დამოკიდებულება. ძირითადად უსამართლო დამოკიდებულის გამო მაქვს ხოლმე იმედგაცრუება, რადგან ჩემი აზრით სხვა რაღაცეებში მე ვიცი რომ მე თუ მაქსიმალურად ვივარჯიშე და მაქსიმალურად თავი ჩავდე და ჩემი თავი არ მოვატყუე რომ მე რაღაცას ან მითხრეს რაღაც გააკეთე და არ გავაკეთო ან რაღაც ჩემი თავი მოვატყუო. გავს რაღაც არ მქონია ყოველთვის მაქსიმალურად ვაკეთებ იმას რომ იყო მაქსიმალურად კარგ ფორმაში და მაქსიმალურად კაი თამაშები დავდო რა. ასევე მქონდა მეორე ფაქტორი, როდესაც მე დავბრუნდი საფრანგეთში. ცრალმა ვთქვათ, იმიტომ რომ ეს მქონდა რომ როდესაც მე წავედი საფრანგეთიდან გამანათხოვრეს ესე ვთქვათ შვეიცარიაში. შვეიცარიიდან დავბრუნდი, იმიტომ რომ ძალიან კარგი სეზონი მქონდა ევროპის ლიგაზე და ცრალმა მთხოვა რომ დაბრუნებულიყავი საფრანგეთში. даже ხელფასიც მოვიკლე რომ ჩავსულიყავი, რადგან პერსპექტივის მიზით, იმიტომ რომ ძალიან დიდი კლუბი არის და უფრო მეტად გამოჩნდებოდი. მახსოვს რომ ყველაფერად ჩემპირდნენ, აბსოლუტურად ტყუილი იყო, რომ ჩავედი პოზიცია შემიცვალეს, ერთი წელი სხვა პოზიციაზე ვითამაშე. ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემი აზრით, იმიტომ რომ წინაზე რო ვითამაშე ევროპის ლიგა შვეიცარიასთან ერთად, ანუ შვეიცარიის გუნდში რო ვითამაშე ვინტერტურში, ვეთამაშე გრანდებს როგორც არის ბერლინი და მსგავსი გუნდები და ვითამაშე ძალიან კარგად, ასევე ვითამაშეთ ფინალი, ვთქვათ, შვეიცარიის ლიგის და უბრალოდ ესე დაბრუნება უკან, ჩემი აზრით ძალიან საწყენი იყო, იმიტომ რომ ძალიან სულ დამიფასდა ეს ჩემი ნდობა მწვრთნელის მიმართ. კიდე მქონდა იმედგაცრუება, როდესაც მე წავედი გერმანიაში, პირველი წელი ფაქტიურად მთელი წელი ვთამაშობდი ყოველთვის და ესე ვიტყოდი რომ როგორც მწვრთნელი მართლა როგორც თავისშვილივით ესე მიყურებდა. მეორე წელს არ ვიცი რა მოხდა, მართლა ანუ ხომ მქონია ხომ დავფიქრდი მეთქი მე ხო არ ვარ პრობლემა, ანუ რა ხდება რა, მაგრამ მართლა ყველანაირად ანუ სინდისიერად ყველა ვარჯიშობდი, ყველანაირად თამაშობდი, ტრავმაც მქონდა, მაშინაც ვცდილობდი რომ მაინც მეთამაშო, რაც გუჭირდება მარტო ვარ პოზიციაზე და ბევრნაირად მითამაშია ტრავმით, ხან პახი მქონდა გაწყვეტილი, ხან ხელი მქონდა ნატკენი, ხან კოჭი მქონდა გაატრიალებული და მაინც ვცდილობდი რომ ყოველთვის რაღაც გუჭირდება, სხვა პოზიციაზე არ არის, ჩემ პოზიციაზე სხვა, უნდა ვითამაშო რა. ეგ იყო რომ მეორე სეზონი რო დაიწყო, არაფრის გამო, უბრალოდ ჩვენმა თითქოს გვერდზე გამწია. მაინც კარგად თამაშობდი, მაინც ყველაფერი ანუ კარგად ვარჯიშობდი, ვარჯიშებზეც ხა ბიჭებიც ხო ყველა ხედავდა და მეუნებოდა ამას. ეგ იყო ერთ-ერთი იმედგაცრუება, რომ ფაქტიურად მწვრთნელმა, როდესაც ფაქტიურად შვილივით გიყურებს, უცებ არაფრისგან, აი როგორც გვერდზე წევს და მიზეც რომ ვესაუბრებოდი ყოველთვის რაღაც მოვლითი გზით მეუნებოდა. პირდაპირ არ მეუნებოდა არაფერს და თვითონაც მგონი ვერ გაიგო რა რატო ვთამაშობდი რა უბრალოდ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა თვითონ გერმანიის ბუნდესლიგაშიც ყველას უკვირდა რატო ვთამაშობდი რა და რა თქმა უნდა, ჩემი მეტი ამაზე სალაპარაკო უბრალოდ არც მინდა, ზემოთ რაღაცებში გადამივიდეს უბრალოდ. რადგან მკითხეთ, ვიხელთე დრო და ჩემი აზრით ახალგაზრდები, ვინც თქვა აპირებენ ან არიან უკვე მსგავსი სიტუაციაში, მათ მინდა უთხრა, რომ მსგავსი რაღაცები ყოველთვის მოხდება, რა დონეზეც არ უნდა იყოს და როგორი თქვა ვარსკვლავიც არ უნდა იყოს. ასე რომ მსგავსი რაღაცები ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ თქვენ თავზე იმუშაოთ და წინ გააგრძელოთ გზა. იმიტომ რომ ყოველთვის რთული პერიოდის მერე კარგი პერიოდი მოდის. შენთვის საუკეთესო პერიოდი საკლუბო დონეზე რომელი კლუბი იყო და სად გზნობდი ყველაზე კარგად და კომფორტულად თავს? ჩემი აზრით ძალიან დიდი თავისუფლება მქონდა შვეიცარიაში, რომ გადავედი ვთქვათ უკვე ვარსკვლავის როლში გადამიყვანეს ფაქტიურად და ბევრი რაღაცა მარტივი იყო ჩემთვის, მაგრამ ვიტყოდი რომ ყველაზე კარგი სეზონი ალბათ ვიტყოდი რომ წელს მქონდა. შეიძლება რაღაც თამაშები ჩამივარდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ზაგრების კლუბში ამ ეტაპზე ხორვატიაში, სამი მწვრთნელი გამოგვიცვალეს ფაქტიურად სეზონზე და ცოტა არეული იყო გუნდი, მაგრამ ძალიან კარგი თამაშები ჩავატარე ჩემოთა ლიგაზე ფაქტიურად. პირველი ადამიანის როლიც მოვიგე, პირველი დამწყების მოთამაშის როლიც მოვიგე, რადგან ჩემი მეორე გუნდელს მიჩნდა და თამაშობდა. ტრაუმა მიიღო და ესეთი ოპერაცია ეკრე წელის რომ ფაქტიურად მთელი სეზონი აღარ იქნება. შემდეგ წელს ფაქტიურად მე მოვიაზრები რომ დავიწყო პირველად და ვითამაშო, ასე ვთქვათ, და ძალიან რა თქმა უნდა მაგისთვის ვემზადები, მაგრამ ვიტყოდი რადგან კითხვა დამისვით, ალბათ კომფორტულად იყო მეორე ეტაპი სეზონის წელს ზაგრებში. კი ბატონო, ძალიან რთულ პროცესში მგონია ყოველ შემთხვევაში რომ ჩართული ხარ კონკურენციის კუთხით, რახან ასეთი მაღალი დონის სპორტული ქვეყანა დავარქვათ, მოდი. სიმართლე კონკურენცია საერთოდ ასე ვთქვათ არ მანაღლებს, იმიტომ რომ მე ვიცი მე რა შემიძლია. თუ ადამიანი გამოჩნდება ჩემზე უკეთესად თამაშობს, ანუ
არ მაქვს ხოლმე ამ შურის მომენტებს გავცი რაღაც მე ერთი რაღაცის მაქვს რომ უფრო მეტად მომივარჯიშო რომ იმას უვაჯობა ხო? ან ასე თქვა თუ სადღაც გზნობთ მოთამაშეები რომ თქვენი ადგილი არ არის ან არ გაფასებენ ყოველთვის შეგიძლია რომ თქვა წამოხვიდე იქიდან. ან ისე იმუშაო თუ ხედავ რომ მაგის თქვა საშუალება არის ისე იმუშაო რომ დაგაფასოთ ხო ორნერი ვარიანტი არის. სანამ მე ეს მაქვს ხოლმე ყოველთვის თუ მაქსიმალურად მე ვცდილობ რამდენიმე წელიწადი შეიძლება რამდენიმე თუ და მე ვხედავ რომ ჩემი მაქსიმალური ეფორტით ეს თქვა რაც არ უნდა ბევრი ვიშრამო ვერც მსვლელი ხედავს ვერც ვერავინ ვერ ხედავს მაშინ ჩემი აზრით ის არ არის ჩემი კლუბი ხომ ასე თქვა ასე რომ ჯერ ყოველთვის პირდაპირ დანებება რა თქმა უნდა ჩემი აზრით ძალიან უაზრობა არის და ეს ყველა სპორტსმენს უნდა ქონდეს რომ მაქსიმალურად თავი უნდა გამოცადონ ბევრ სიტუაციაში უკვე თუ ხედავ რომ შენი ყველაფერი გააკეთე და ამას გულით გზნობ და იქიდან არ არის შენ ადგილი შეიძლება წამოხვიდე იმ ადგილიდან რადგან ჩემი აზრით იმ სიტუაციაში მუშაობა რაშუალობა ხო ეს სპორტია თუ არ არის სპორტი იმ სიტუაციაში არ უნდა იმუშაო სადაც შენ არ უნდა ხარ ადამიანს ჩემს წეკრი არის ასე რომ თუ კლუბი გაფასებს შენ კარად გზნობ თავს ბევრად მეტად კარად ითამაშებ ჩემი აზრით ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ასე ვთქვათ როდესაც ხორვატიაში უფრო მეტად ნდობა წამოვიდა ჩემგან და უფრო მეტად ჩავერთე თვითონ გუნდშიც და ასევე მწვრთნელთანაც ბარსელონასთანაც რა ვიცი პარისთანაც ისეთი კაი თამაშები ჩავატარე რაც ვთქვათ პატარა რო ვიყავი ჩემი ის ვთქვათ ოცნება იყო ხო როგორი ემოცია იყო შენთვის ევროპირველობაზე თამაში პირველ ევროპირველობაზე რა თქმა უნდა ჩემი აზრით დიდი ხანია თქვა ეს ვთქვათ მაღალ ლიგებში ვთამაშობ მაგრამ მაინც სხვანაირი ზნობა იყო საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოღვაწეობა ასე ვთქვათ და მაშინაც პირველი თამაში მოვიგე და ალბათ რაც არ უნდა კაი თამაშები ჩამეტარებინოს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე საამაყო ალბათ ეს იქნებოდა რომ პირველად საქართველოს ისტორიაში თქვა ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე გავედი და პირველივე გასვლაზე ერთ თამაში მოვიგეთ. ჩემი აზრით შეგვეძლო რა თქმა უნდა ბევრად მეტის მოგება, მაგრამ რა თქმა უნდა გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფაქტიურად ყველა მოთამაშემ პირველად ვითამაშეთ. და ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო ამ გუნდში და არის კიდევაც, მინდა რომ ხალხმაც იცოდეს, რადგან ვთქვათ ევროპაში დაარქვეს ორი ფეხი დახტომას, ნუ ჯიჯის მეძახიან ევროპაში ფაქტიურად და ორი ფეხი დახტომა, რადგან ჩემი ის დაარქვეს, ეს ვთქვათ, ეგ იყო კურიოზი, რადგან მაშინ მქონდა ვთქვათ პახი ადუქტორი გაწყვეტილი და ერთი ფეხი დახტომა ძალიან მიჭირდა, რადგან სპეციალურად ხვდებით ხოლმე, ვინც ხელბურთი მოიხსენება, როგორ ხვდებიან მოთამაშეები, ძალიან მტკიოდა ახტომის მომენტში ერთი ფეხით ხვდებოდი, მეც აცია ვარ და ხვდები მარჯვენა ფეხით, ეს ხალხმა შეიძლება არ იცის. და უბრალოდ ერთი ფეხით ხვდებოდი, ძალიან მტკიოდა პახი და ვერ ხვდებოდი ეს ვთქვათ, ესეერად და მომიწია ორი ფეხით დახტომა და ასე ვთქვათ, ამის მერე წამოვიდა რომ აი რაღაც ორი ფეხით უფრო მეტად ვისწავლე და რაც შემოვიდა რაღაც მოდაში უფრო მეტად პროფესიი დახტომა. გადაიეს ხვებმაც, ხო? თუმცა არ იცოდნენ რის გამო მოხდა ეს ყველაფერი და რატომ მოგიწია ორი ფეხი. ხალხს ეგონა რომ უბრალოდ რაღაც აი ვითომ რაღაც აი მარიაჟობს და რაღაცა, მაგრამ საერთოდ არ იყო, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან მაგარი სიახლე, ანუ გამოვიდა რომ სიახლე დანერგე ხელბურთში. მე არ მინდა თავი შევიქო, მაგრამ ნუ ესე გამოდის დიახ. ნახტომზე მინდა მკითხო და რატო სულ ამ მკითხოს. მე უყურებდი ერთ-ერთი ეპიზოდია, როდესაც არ ვიცი 5-ია ნუმერაციით. ყველაზე მაღალი ნახტომი შენ რაც კი განგეხორციელები. თუ გაქვს ასე. სიმართლე გითხრათ ეს არ ვიცი, რადგან მქონია პირველ ევროპაზე რო ვითამაშე, შემეძით ძალიან მაღლა ხვდებოდი. ასევე მეორე ევროპაზე. მაგრამ ძალიან რთულია ამ ყველაფრის ესე თქვა გაზომვა, რადგან იმ მომენტში ადრენალინში ხარ და ყველაფერი ძალიან მარტივად მოდის, რაღაც ჰაეროვნად ხვდებოდი, ასე თქვა, მაგრამ ესე რომ აი ხა ამაი ხვალ ახვდეთ ესე ძალიან რთულია გაზომა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მაგ ყველაფერს გააჩნია, როგორ უნდა მოემზადო ამ ყველაფრისთვის ესე მოდი ახლა ხვალ ახვდები და ახვდები არ გამოვა, რადგან შეიძლება იქ ბევრი რაღაცაა ტრაუმა როგორ გაწუხებს. გავს რაღაცები, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ვიცი, მეტრა 65 იყო ის თუ მეტრა 50 იყო, არ მოსუსტად, მაგ სიმაღლეზე ახვდი. მაგრამ ჩემი აზრით, ბევრად მაღლა ვარ ამ ხტარი, ეს თქვა თამაშის მომენტში, რადგან თამაში უბრალოდ ადრენალინში ხარ, უფრო სხვანაირად გონება და მსგავსი რაღაცეები, ასე რომ ჩემს კიდევ უფრო მაღლა შემიძლია ახვდე. ეს ყველაფერი უბრალოდ დამოკიდებული არის, რამდენად მომზადებული ხარ მომენტში. ყოველთვის მაქსიმალზე ვერ ახტები, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა მოემზადო და ამას თავის დრო დაისაქვს, იმიტომ რომ ოფ სეზონზე ფაქტიურად უბრალოდ მხოლოდ თითქოს ყველა სპორტსმენი პირველი ორი კვირა უნდა დაისვენო, რომ სხეული დაასვენო და მერე ნელ-ნელა თავი, ვთქვათ, ყველა სპორტსმენს თავისი, ვთქვათ, გეგმა აქვს, როგორ უნდა ივარჯიშოს. ამ ევროპის ჩემპიონატზე მინდა კითხო, რომელიც ჩვენთვის ცუდად დასრულდა, თუმცა პრინციპში ჯგუფიდან გამომდინარე ჩვენ ვიცოდით, რომ ფინალისტვის და მოგებისთვის ვერ ვიბრძოლებდით, მაგრამ ხალხს მაინც მეტი მოლოდინი ქონდა, გიო. შენგან, ბიჭებისგან ძალიან კარგი ნაკრები გყავს. ნაკრები, რომელიც
აბსოლუტურად არანაირი რანგის მქონე მეტოქეს არაფერს არ უთმობს და მოდი ეს არ შემეშინდება, თქო, აკვდება ბოლომდე. ჩემი აზრით შეგვეძლო რა თქმა უნდა და ეს ყველა თასახად ჩანს რომ ყველამ დაინახა ასევე ხორვატიასთან როგორ თამაში ჩავატარეთ და ასევე შვედებთანაც და ასევე ნიდერლანდებთანაც ჰოლანდიასთან. რა თქმა უნდა, იყო ბევრი მომენტი, მაგალითად სკამის ცვლილებები, ტრავმები, იმიტომ რომ მოთამაშეების როტაცია ბევრი არ გვყავს. ჩემი აზრით, ნელ-ნელა გვაქვს იმის საშუალება, რომ ასევე ახალგაზრდა მოთამაშეებმაც აიმაღლონ ის დონე, რომ უფრო მეტად შევიკრათ გუნდი და ყველას უფრო მაქსიმალურად რაღაც ერთნაირი დონე ქონდეს იმ მხრივ, რომ ძალიან რთული არის ხელბურთში მით უმეტეს, ძალიან კონტაქტური სპორტი არის და იქ არიან დაცვის სპეციალისტები. რა თქმა უნდა, არიან მოთამაშეები, ვინც დაცვაში თამაშობენ, შეტევაში თამაშობენ, მაგრამ ბევრჯერ მქონია მაგალითად კლუბურ სიტუაციაშიც, რომ როდესაც მე პირველი ტაიმი მთელი თამაში დაცვაში მითამაშია, გოლი შეიძლება არ გამიტანია და მეორე ტაიმში რომ უბრალოდ ვიცვლებოდი სწრაფად დაცვაში და შეტევაში 10 გოლი გამიტანია ტაიმში. ასე რომ მსგავსი რაღაცები ძალიან მოქმედებს ყველაზე აბსოლუტურად და ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო ჩვენზე რომ ძალიან დავიღალეთ თამაშიდან თამაშამდე და მაქსიმალურად ჩვენ რომ მაქსიმალურად ყველაფერს დებ თან არც იყო ბევრი თქო დასვენების ფაქტობრივად ერთი დღე ქონა ან მაქსიმუმ აღდგენას გულის და ამ ერთი დღის და ორი დღის განმავლობაში ასევე იყო ინტერვიუები ასევე იყო რა ჩაწერები და ზოგადად სპორტსმენს საერთოდ დასვენების დროს არ ქონა წესიერად ასევე აღდგენის რა თქმა უნდა ჩვენმა მედიკალურმა სტაფმა ჩემი აზრით ძალიან მაგრა იმუშავეს და იმიტომ რომ ყველა თამაშას თქვათ მაქსიმალურად მზად ვიყავით და ეს ძალიან დასაფასებელია. მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი იყო ალბათ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის რომ რა თქმა უნდა გვაკლდა გამოცდილება, ინდივიდუალური გამოცდილება ყველა მოთამაშეს რაღაც მომენტები იყო, რაც შეგვეძლო რომ თავიდან აგვერიდებინა მაგალითად, რაც ჩემი აზრით გამოწვეული არის ინდივიდუალური დონე უნდა ავიმაღლოთ და ამას ყველაფერს ძალიან მარტივად დრო ჭირდება. ჩემაც ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც თქვა შედეგი ვერ დადო. სულ რამდენიმე დღე გავიდა, მას შემდეგ რაც ახალი მწვრთნელი ყავს ეროვნულ ნაკრებს და ისე ვერ გაგიშვებ აქედან რო არ კითხო შენი პირველი შტაბეჭდილებები. ჩემი პირველი შტაბეჭდილები რა თქმა უნდა ძალიან დადებითი არის. ჩემი აზრით ესე უნდა იყოს, პოზიტიურად უნდა დავიწყოთ, ჩემი აზრით ახალი მწვრთნელი ჩამოვიდა და უნდა ყველა პოზიტიურად შეხვდეს. თუ ჩვენ რა თქმა უნდა წარმატების მიღწევა გვინდა, პოზიტიურად უნდა ვიყოთ პირველ რიგში ასე ვთქვათ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დაგვეხმარება ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდებს რომ უფრო მეტად რაღაცები დავალაგოთ და იქნებ ისე მოხდეს რომ მესამედაც გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ასე და ასე. ბევრი იქნება კიდევ ბრუნში გატანილი გოლები. ვეცდები. ვეცდები რომ იყოს. ძალიან ეფექტურია. შენ თვითონაც აქ უბრალოდ შეიძლება ეფექტური არის, მაგრამ ეს იმიტომ არ ვაკეთებ რომ ეფექტური იყოს და რაღაც ვთქვათ წავიმარიაჟო ხალხს ესე გონია რომ ამას ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ეს უბრალოდ გამომდინარე არის სიტუაციიდან. ფაქტობრივად ესეთი სპორტი არის, ხელბურთი ძალიან სანახაობრივი არის და რაღაც სიტუაციაში შეიძლება ხალხმა ცოტა ვერ მიიღოს კარგად, მაგრამ ესეთი გოლი უფრო მარტივი გასატანია, ვიდრე ჩვეულებრივი გოლი რომ გაიტანო, ასე ვთქვათ. ფანტასტიკური სანახავია. განსაკუთრებით შენელებული კადრები, როდესაც სხვადასხვა რაკურსით გამეორებას აჩვენებენ. შენი შეხედულებით, რა არის გიორგი ცხოვრებაძის მთავარი იარაღი, რა საკვირველია სპორტული კუთხით მინდა კითხო. ჩემი აზრით პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რა თქმა უნდა ეს ფიზიკურ რაღაცებზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ ჩემი აზრით ყოველთვის მქონდა ბავშვობიდანვე რომ არ დავნებებული იყავი, რაც რომ სითულე ყოფილიყო და ჩემი აზრით ეს არის პირველი ფაქტორი იმაზე რომ მე რაღაც ეტაპზე შევიდა რაღაც წარმატებას მივაღწიე. არ მინდა ძალიან თავი შევიქონო მსგავსი რაღაცები, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი მომენტი რაც არის სპორტში არის რომ არ დანებდე. რა თქმა უნდა იმაზე არ ვსაუბრობ რომ უნდა ფიზიკურად მზად იყო და ფსიქოლოგიურად მაგრამ ერთ-ერთი ორი ფაქტორი ფსიქოლოგიური მომზდება, ფიზიკური მომზდება და ასევე მესამე ფაქტორი რომ ყოველთვის წინ წახვიდე და რაც სირთულე არ უნდა შეხვდეს ყოველთვის ეცადე რომ გადალახო. ძალიან დიდი მადლობა და წარმატება კიდევ ერთხელ შენ მადლობა თქვენ გიორგი ცხოვრებაძე იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ადამიანი რომელიც ცხოვრობს ხელბურთით და რომელიც ბოლო წლებიდან გამომდინარე ქართულ გულშემატკივარსაც აცხოვრებს ხელბურთით. მოკლედ, მადლობა მას, მადლობა თქვენ და გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ტრადიციულად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რასაკვირველია 3 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე. კვირა დღეს შევხვდებით ერთმანეთს. კარგად გრძანდებოდეთ.